Ამ წუთებში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია მიმდინარეობს სტუდენტური მოძრაობა ალტერნატივას ორგანიზებით ახალგაზრდები მუშათა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. დასაქმებულთა უფლებების დასაცავად შრომითი პირობების გაუმჯობესებისა და შრომითი ინსპექციის შექმნის მოთხოვნით სტუდენტები უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან ბათუმის სამკერვალო ფაბრიკამდე მსვლელობას მოაწყობენ. ახალგაზრდები ყურადღებას სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა უსაფრთხოებაზეც ამახვილებენ. ალტერნატივა 1 მაისთან დაკავშირებით სპეციალური ბანერის განთავსებას 2 დღის წინ უნივერსიტეტის ეზოში გეგმავდა, თუმცა ნებართვა ვერ მიიღო. უნივერსიტეტის პოზიციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს გამოიხმაურა. ორგანიზაციის იურისტი ამბობს, რომ უნივერსიტეტმა შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება. გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის როგორც უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონთან, ისე ქვეყნის კონსტიტუციასთან. შესაბამისი წერილი ორგანიზაციამ უნივერსიტეტს უკვე გადაუგზავნა. ძალიან გავს კანცელარიაში ეს წელი. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტური თვითმმართველობა არსებობს უნივერსიტეტში და მას აქვს საკუთარი ბიუჯეტი და ითვლება ასე ვთქვათ უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს სტუდენტებისთვის, ამავდროულად ბუნებრივია კანონის თანახმად ბევრ სხვა სტუდენტურ მოძრაობას აქვს უფლება იარსებობს და განახორციელოს აქტივობა, ამიტომაც უნივერსიტეტმა უნდა აიღოს თანაბარ უფლებიანი და თანასწორი გარემოს შესაქმნელად ყველა ღონე უნდა იხმაროს და ჩვენ ამიტომაც ვთქვით უნივერსიტეტის რექტორს, რომ პირად კონტროლზე აიყვანოს ამ ფაქტის გამოკვლევა. სოლიდარობა მუშებს ჩვენი მთავარი განაცხადია, ვითხოვთ მუშათა ემანსიპაციას, არსებულ მდგომარეობას, კერძოდ კი სამკერვალო ფაბრიკებში არსებულ მდგომარეობის მიხედვით ხელფასების მატებას, კვების რაციონის გაზრდას, უსაფრთხო პირობების შექმნას სამშენებლო კომპანიებში და შრომითი ინსპექციის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს შრომის კოდექსის დაცვას და შესრულებას. ასევე 1 მაისის როგორც მუშათა საერთაშორისო დღის უქმე დღედ გამოცხადებას.